ბათუმი, ქალაქი, რომელიც შავი ზღვის ტალღებთან ერთად სუნთქავს. ზღვისა და ცის მიჯნაზე გაწოლილი, ევროპისა და აღმოსავლეთის ზღვარს მიბჯენილი საპორტო ქალაქია, თავისი უნიკალური რიტმით, მარილიანი ქარითა და მზიან ჩრდილოვანი დღეებით. ეს ქალაქი არ ჩქარობს, ის ელის. ელის ჰორიზონტზე გამოჩენილ გემს, ზღვის ამბავს, უცხო ქვეყნის დროშასა და მოგზაურობით გადახლილ თვალებს. ბათუმის სანაპიროზე, იქ, სადაც ზღვა ცას ეხება და ქარი ჭუმად ეფერება ნაპირს, დგას ის ორი გემი, როგორც ზღვის მარადიული დარაჯი, თამარა 1 და თამარა 2. მათ არ აქვთ ხმა, მაგრამ მათ გააჩნიათ ენა, ზღვის ენა. ლაპარაკობენ რხევით, მორიდებით, უჩუმარი მზერით, რომელიც ჰორიზონტს გასცქერის. ისინი დგანან მდუმარედ, საქართველოს ზღვის კარიბჭესთან, პირველი სახე, რომელსაც ხედავს სტუმარი, პირველი მისალმება, რომელსაც იღებს ქვეყანა. საქართველოში შემომავალ ნებისმიერ გემს, პირველ სიტყვას სწორედ ისინი ეუბნებიან. თითქოს ამ ორის მეშვეობით ბათუმი ჭუმად ამბობს. მობრძანდით, აქ იწყება ზღვა და მიწა და მათ შორის სტუმარი. თამარა 1 და თამარა 2 არ მხოლოდ პორტის მთავარი ღირსშესანიშნაობებია. ისინი უკვე თავად ბათუმის სახე, მისი გული და სული არიან. ქალაქის ტურისტული იდენტობის სიმბოლო, ორი გრაციოზული სილუეტი, რომელიც ზღვის ლურჯ ფონზე მუდამ დარჩებიან მეხსიერებაში. ვინც კი ერთხელ მაინც მოკრავს მათ თვალს, დაუყოვნებლივ იგრძნობს იმ დაუწერელ ისტორიას, რაც რკინის გემბანზე ლივლივებს და აგერ უკვე 24 წელია ქალაქის გულში ცოცხლობს. მეოცე საუკუნის დასასრულს, როდესაც ბათუმის ნავთობის ტერმინალს ოპერირებას უკეთებდა ინგლისური კომპანია Greenock Holding-ი, გადაწყვეტილება იქნა მიღებული ეგრეთ წოდებული ბესპრიჩალნი ნალივის მოდერნიზაციის შესახებ. ჩატარდა ძალიან დიდი სამუშაოები, წყალქვეშა მილები დაგრძელდა, გასაჩერებელი ეგრეთ წოდებული ბოჭკები გადატანილი იქნა, აქტუალური გახდა ორი მძლავრი ბუქსირის შეძენის. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა კვიპროსზე არსებული ინგლისური კომპანია Inter-Orient-თან, რომლებმაც ჩვენ შემოგთავაზა ორი ამერიკული პროექტით აშენებული ბუქსირი, რომელსაც თურქული სახელებით ჯოგონსი ჰქვიოდა. როდესაც საკითხი დადგა, რა სახელით უნდა შემოსულიყო ეს ბუქსირები ჩვენი შეძენის შემდეგ, სხვა წინადადებებთან ერთად, ჩემგან იყო წარდგენილი, რომ თამარ მეფის სახელი მიგვენიჭებია, იმიტომ რომ აი იმ პერიოდში ცნობილი ინგლისური კომპანია British Petroleum ოპერირებდა სუფსის ტერმინალში და მას ყავდა ჩამოყვანილი თინათინი ბუქსირი. თინათინის იმიჯი ჩვენთვის ცნობილი იყო ბათუმის პორტში და მე შევთავაზე, რატომაც არა, იქ თუ თინათინია, ჩვენთან თამარ მეფე ყოფილიყო. მაგრამ საბუთების გაფორმების დროს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ უფრო მოკლე ყოფილიყო სახელი, იმიტომ რომ აი რაციაში დაძახების მომენტში, მუშაობის პროცესში ის უფრო გრძელი, მოუხერხებელი იქნებოდა და გადაწყვეტილება მიღებული იქნა, რომ ჩვენს ბუქსირებს დარქმებოდა თამარ პირველი და თამარ მეორე. 24 წლის განმავლობაში ჩვენი ბუქსირები თამარა 1 და თამარა 2, რომ კარგ მდგომარეობაში არის და ასრულებენ პირნათლად თავის მოვალეობას, ქმნიან უსაფრთხო მუშაობის პირობებს ბათუმის ნავსადგურში და მთლიანად ქალაქისათვის, ეს რა თქმა უნდა ყველა იმ ხალხის დამსახურება, ვინც პირადად ამ ბუქსირებზე მუშაობს, საპორტო განყოფილების ხელმძღვანელობის და რა თქმა უნდა ჩვენი პორტის, საზღვაო პორტის ხელმძღვანელობის. დღევანდელი გადასახედიდან ობიექტურად მინდა აღნიშნო, რომ ბატონი ულანდ ლეუგალი ეს ის კაცია, რომელიც ზრუნვალს არ აკლებს მათ. თამარა 1 და თამარა 2 მხოლოდ რკინის კონსტრუქციები არ არიან. მათში გაბნეულია ზღვის შრიალი, ბათუმის ზღვის ხმისა და სიჩუმის პოეზია. მათი მომხიბვლელი სილუეტები კი უხილავ მემუარებად იქცა, რომლებსაც ხელოვანები ჯემალ გორგილაძე და დათო ტრაპაიძე ტილოზე აცოცხლებენ. ზესკივერბის მის ტალღებზე კარგავს მრავალ ფერს, ოლივიები და
მაგრამ ზღვის ამბებს მხოლოდ გემები არ ყვებიან. ზღვის ხმას ისიც ატარებს, ვინც ამ გემების ცხოვრებას ახანგრძლივებს, ვინც წლებია მათთან ერთად სუნთქავს, ელოდება, ფიქრობს და დარაჯობს. ესენი თამარა 1 და თამარა 2-ის ეკიპაჟის წევრები არიან. თამარაზე ვმუშაობ 2008 წლიდან. თამარა როგორც თამარები, საერთოდ როგორც ყოველთვის, თამარა 1, 2 ეს სავიზიტოა მართლა ბათუმის სპორტისთვის, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუქსირები და რა ვიცი, ასრულებენ მის ფუნქციას კარგად. არის თამარა ასეთი სახელწოდება და ვისაც თამარა ქვია, ალბათ მე მგონი ისინი მოდიან და სურათს იღებენ. გემზე არ უშვებთ, რა თქმა უნდა, არ შეიძლება გადმოსვა, მაგრამ გარედან იღებენ. მოწონთ ეს გემიც და სახელიც. თამარა 1-2 ემსახურება ბათუმის საზღვაო ნავსადგურს არის ბუქსირი გემების უსაფრთხოდ შემოყვანასა და გაყვანასთვის. 2 თვე ვმუშაობთ, 1 თვე ვიშენებთ, ამ 2 თვის განმავლობაში ვართ გემზე და ნებისმიერ დროს როცა ჩვენი სამსახური და ბათუმის საზღვაო ნავსადგური თვლის საჭიროდ რომ ჩვენ გავიდეთ და ვიმუშაოთ გემებთან უსაფრთხოების მიზნით ვასრულებთ ამ დავალებას. ბედნიერება ეს რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგურს ყავს თამარა 1-2 და ახალგაზრდა ეკიპაჟთან ერთად მომწია მუშაობა ამ გემზე. ბათუმის სანაპიროზე ყველაფერი იცვლება. მოდიან გემები, მიდიან ადამიანები, იცვლება სეზონი, მაგრამ ისინი თამარა 1 და თამარა 2 რჩებიან. განან როგორც ქალაქის უძრავი გულისცემა. მათი ეკიპაჟის წევრები კი ისინი დღემდე უსმენენ ზღვას, უსმენენ მის ხმას და სიჩუმესაც. და იქნებ სწორედ ამ სიჩუმეში ინახება მთავარი. თუ რას ნიშნავს იცხოვრო ბათუმში და რას ნიშნავს უბრალოდ იცხოვრო ზღვასთან ახლოს.